სააგენტო როიტერის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რაჯებ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ სამხედროების ჯგუფმა, რომლებმაც თურქეთში გადატრიალება განიზრახის ბრძანება ამერიკის პენსილვანიის შტატიდან ოპოზიციონერ ფეთჰულა გიულენისგან მიიღეს, ვის აწყობდა სამხედრო გადატრიალება თურქეთში. ეს კითხვა თურქეთის მეზობელ საქართველოშიც აქტუალურია. ის იყო ყოველთვის პროდასავლურად განწყობილი სამხედრო ელიტა, ყოველთვის ნატოზე ორიენტირებული, დასავლეთზე ორიენტირებული სეკულარიზმის გარანტი, ესე რომ ვთქვათ, თურქეთში და მოგეხსენებათ, რომ ერდოღანს უფრო ესე რომ ვთქვათ, რელიგიური მიმართულებით, ანუ ისლამისტური მიმართულებით ჰქონდა აქცენტები გაკეთებული. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. ხუხაშვილის თქმით, იმის ფონზე, როდესაც თურქეთი გარკვეულწილად ამერიკას ადანაშაულებს, შესაძლებელია ამან რუსეთ-თურქეთ შორის ურთიერთობის დათბობა გამოიწვიოს და შავი ზღვის აუზში გარკვეული ცვლილებების მიზეზი გახდეს. გიულენი ყავდა მხედველობაში, მაგრამ მე არ ამგონია, რომ შემთხვევით ეთქვა ეს ერდოღანს, ხო ის ფრთხილობს პირდაპირ არ ადანაშაულებს, თუმცა ალბათ უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ის მოითხოვს გიულენის გადაცემას. და აქ საინტერესოა როგორ მოიქცეო ვაშინგტონი გიულენთან მიმართებაში. ასე რომ ეს არის ყველაზე ცუდი განვითარება ჩვენთვის, იმიტომ რომ ესეთ ვითარებაში შესაძლებელია სამომავლოდ ჩვენ ვიხილოთ უკვე იგივე შავი ზღვის აუზში თურქეთსა და რუსეთს შორის უფრო მეტი ურთიერთგაგება. ეს არის ერთის მხრივ ძალაუფლებისთვის და მეორეს მხრივ ორიენტაციისთვის ბრძოლა. ასე აფასებს კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე თურქეთში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, თურქეთის შიდა პრობლემები მეზობელი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც საფრთხის შემცველი არ არის. სამხედროებმა, რომელსაც ეს ამბავი წამოიწყო, მომზადებულები არ იყვნენ. როგორც ჩანს, გაჟონა ინფორმაცია. ერდოგანს როგორც ჩვევია, მისცა საშუალება მათ, რომ ამბოხით წამოეწყოთ, იმათაც იჩქარეს. ხო და ეხლა უკვე ერდოგანს შეუძლია საერთოდ მოაშთოს სამხედროებში ეს თავისუფალი აზრი, რაც მუდმივად იყო დამახასიათებელი თურქის სამხედროებისთვის. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალებაში თურქულ კვალს ხედავს. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ მომხდარში თავად ერდოღანის ინტერესი ჩანს. ის მოხდა, რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა. თავისი ერთადერთი სერიოზულ ოპონენტის, ანუ სამხედრო მაღალჩინოსნების საბოლოოდ განიარაღება. ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი. ახლად შერიგებულია რუსეთთან და ამდენად რუსეთის ინტერესში არ ზის თურქეთის დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს და ამერიკის გავლენა ქვეყანაში გააძლიეროს. ამერიკას კი თურქეთი ძალიან სჭირდება, როგორც მთავარი მოკავშირე სირიასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. ამდენად ოფიციალური ვაშინგტონისგან უარყოფით რეაქციები ნაკლებად მოსალოდნელია, თუნდაც დემოკრატიული პრინციპები უხეშად ირღვეოდეს. ერდოღანი აშკარად ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს, მაგრამ ერდოღანს ყველა დაუდგება გვერდში, რამე თუ მან დღეს გაიმარჯვა. საქართველოს შესაძლო საფრთხე დაინახა, ეს გუშინვე გამოჩნდა. პრეზიდენტმა გვიანღამით უშიშროების საბჭოს ხდომა მოიწვია და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად თურქეთში მიმდინარე მოვლენები განიხილა. ქვეყანამ მალევე საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა და თურქეთს საჰაერო სივრცეც დროებით დაუკეტა. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით ყველა საზღვართან მიმართებაში და ყველა საზღვართან მიმართებაში უნდა გქონდეს გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები ამ სიტუაციაში. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თურქეთში დაძაბულობა მალე არ ჩაცხრება და შიდა კონფლიქტი დროში გაიწელება. ერთი კი ფაქტია, რომ გახშირებულმა ტერაქტებმა და ახლა უკვე სამხედრო გადატრიალების მცდელობამ ქვეყანაში ტურიზმი მნიშვნელოვნად დააზარალა.